რეგიონში და მადლობელი ვარ, რომელიც შეკითხვის საშუალება მაქვს. გახსოვთ ალბათ, ერთი კვირის წინ მთელი სომხობა და მთელი ცივილიზებული სამყარო 24 აპრილს აღნიშნა გეოგრაფიის დღეს. მიგიუსამდი, ტრამპი, ჰოლანდი და სხვა ლიდერები ევროპელი სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენც ველოდებით თქვენ გამოსვლას, რომ 300,000 სომეხი მოქალაქე ცხოვრობს და ჩვენ პირდაპირ მაგ გენოციდის ჩვენი წინაპრები განიცადეს ეგ გენოციდი და ჩვენ პირდაპირ შთამომავლები ვართ. და მეორე შეკითხვას დიდ გორს აღნიშნავს თუ არა? მე მგონი თურქეთს ძალიან ეწყინა რომ დღესაც დავიგენდოდა. ანუ მე მინდა გითხრათ რომ იმ ტრაგედიის აღნიშვნა რაც მოხდა 915 წელს ყოველთვის ჩვენ დაგვიფიქსირებია რომ ეს იყო დიდი ადამიანური ტრაგედია და ეს ჩემმა სომეხმა კოლეგებმა კარგად იციან, იმიტომ რომ ყოველთვის გვიგვავს რომ ეს იყო დიდი ტრაგედია, ადამიანური ტრაგედია, რომელიც მაშინ მოხდა ოსმალეთის იმპერიაში. ახლა რაც შეეხება დიდგორის აღნიშვნას, მე მგონია რომ ამასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გვჭირდება, იმიტომ რომ მეგონი რაღაცა ცალმხრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც საერთოდ ყოველთვის ასე არის, რომ ცალმხრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ უნდა დავაკეთოთ დასკვნა და ისეთი დიდგორის ყოველ წელს აღნიშნავს ქართული საზოგადოება, მაგრამ ახლა რაღაც ამასთან დაკავშირებით რაღაც დაპირისპირება არ ვიცი, არ ამბობ. Gargit